ვერაზე მომხდარის როლის საქმეზე ბრალდებული ნიკა კაპანაძე მკურნალობა სალადაშვილის სახელობის ქირურგიულ განყოფილებაში გადის და ის კონტაქტურ მდგომარეობაშია. როგორც ირკვევა, ის წარსულში ნასამართლებია ამასთან არსებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური სახის პრობლემები ჰქონდა და ის მკურნალობას შესაბამის კლინიკაში გადიოდა. გუშინდელი შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი, ხოლო ერთ-ერთი დაჭრილი 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ვერსიით დაპირისპირება თავდაპირველად დაკავებულის დედასა და დაზარალებულებს შორის დაიწყო. ავტომობილში მყოფი 4 პირიდან იარაღით მიყენებული ჭრილობების 3 მიიღო, მძღოლი კი არ დაშავებულა. კიდევ ერთი დაშავებული ტაქსით გადაადგილდებოდა, როდესაც შემთხვევითი ტყვია მოხდა. აღნიშნულ საქმეს ეკა ლემონჯავა აშუქებს და ყველა მნიშვნელოვან დეტალს მისგან მოვისმენთ პირდაპირ ეთერში. ეკა, მოგესალმები და გისმენთ. მოდი დავიწყოთ ბოლო ინფორმაციით. 42 წლის ნიკა კაპანაძე, რომელიც 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობისა და 3 პირის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს წარსულში ნასამართლებია და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დაახლოებით 1 წლის წინ მას დედის მიმართ ჰქონდა შემაკავებელი ორდერი გამოწერილი, ასევე როგორც ირკვევა, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და შესაბამის დაწესებულებაში ის რამდენჯერმე იყო მოთავსებული და ამის ფონზე აღსანიშნავი და საინტერესოა ის ფაქტი, რომ მის სახელზე რეგისტრირებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი და სწორედ მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გუშინ გასროლა, რასაც 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით შანიძის 31 ნომერში მოხდა. სამართალდამცავებმა ნიკა კაპანაძე მომხდარიდან მალევე დააკავეს სპეცოპერაციის შედეგად და ასევე როგორც ირკვევა, კაპანაძესთან მისულ სპეცრაზმის წარმომადგენლებს ის შეიარაღებული დახვდა და შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც თავად დაკავებულიც დაზიანდა. როგორც ალადაშვილის კლინიკის მედიკოსები ყვებიან, როდესაც ის სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანეს, დაზიანებული ჰქონდა ხელის მტევნები, უფრო მეტიც ერთი თითი უკვე ამპუტირებული ჰქონდა, მას ქირურგიული მკურნალობა ჩაუტარდა და არ გამორიცხავს ექიმი, რომ ის ხვალ გაეწერება. ახლა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის და ასევე ზედამხედველობას უწევენ ბადრაგის სამსახურის თანამშრომლები. დანარჩენი დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის არის სტაბილური. ერთი ქალბატონი, რომელიც შემთხვევით დაიჭრა ამ სროლის დროს, კლინიკიდან უკვე გაეწერა. შემოყვანილი 42 წლის მამაკაცი. დაზიანება იყო მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში, ამპუტირებული იყო თითი, მარჯვენა მტევნის არეშიც იყო, თუმცა იქ ზედაპირული ტრავმები იყო პაციენტთან, ჩატარდა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან ავიდა საოპერაციო ბლოკში, ამ წუთას იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა ქალბატონი, თხემის მიდამოში აღენიშნებოდა მცირე ზომის, მცირე სისხლდენი ჭრილობა. პაციენტს გაეწია ქირურგის კონსულტაცია, არსებული ჭრილობა დამუშავდა პირველად ქირურგიული წესით, გაიკერა კვანძოვანი ნაკერით და ყომდა პაციენტი მცირე ხნით გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, სტაბილური მდგომარეობით გაეწერა ბინაზე. შემოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში 2 ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლისანი. ორივე ესაჭიროებოდა ოპერაციული მკურნალობა. ერთ დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის არეში, მეორეს მარცხენა მტევნის არეში. წარმატებით ჩაიარა ოპერაცია. ამ დროისთვის დღევანდელი მდგომარეობით ორივენი არიან სტაბილურად, მათ სიცოცხლეთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მოყვანილი იქნა სასწრაფო დახმარების მიერ ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი ჭრილობით, სამწუხაროდ ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლეს. ზითი იყო მიყენებული, სად ჰქონდა რაღაცა, სამედიცინო ექსპერტის პირ იქნება დასკვნილი. მომხდარი ფაქტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილს 90-იან წლებს ახსენებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიზანი ახლა არა ქვეყნის მართვა, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება არის, რაც ყველა სფეროზე აისახება. და სწორედ თბილისში ეს ტრაგედია, ეს უბედურება და მე კიდევ ერთხელ უსამძიმრებ გარდაცვლის ოჯახს. რაც შეეხება დანარჩენს, რამდენად მაქვს ინფორმაცია დაკავებულია ის დამნაშავე, პოტენციური დამნაშავე, ვინც არის, მიდის ძიება და შესაბამისად გაირკვევა ვის, როგორ, რანაირად. კიდევ ერთხელ
ძალიან ტრაგიკული ვითარება იყო და მინდა რომ ეს არასდროს მოხდეს არც ჩვენს ქვეყანაში და არც არსად ეს უბედურება რაც დატრიალდა წუხად. ადამიანები არ არიან კვალიფიციურები თავიანთ საქმიანობაში, ვინც ამ მიმართულებებს მართავენ, არამედ პარტიული ერთგულებით ინიშნებიან. მათი მთავარი მიზანი არის ძალაუფლების შენარჩუნება და არა ქვეყნის მართვა და შესაბამისად ეს ყველა სფეროზე აისახება, მათ შორის კრიმინალზე, როდესაც არ ხდება სათანადო ღონისძიებების გატარება, სათანადო რეაგირება და პირიქით წახალისებულიც კი არის და არის დაუსჯელობის სინდრომი, შესაბამისად ეს აისახება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. თქმა უნდა, ქართული ოცნება იტყვის, რომ კრიმინალი ყველგან ხდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დინამიკა ამ ვითარებაში არის მზარდი და გარკვეულწილად ბევრს ახსენდება 90-იანები, როდესაც უკონტროლო იყო ამ კუთხით ვითარება და თქმა უნდა ეს გამომდინარეობს მათ შორის იქიდან, რომ დღეს ხელისუფლების მთავარი დაცვის ხაზი არა საქართველოს მოქალაქეებზე გადის მართლმსაჯულზე და უსაფრთხოებაზე, არამედ პარტიის უსაფრთხოებაზე და მაშინ, როდესაც ეს ვითარება, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ არის გასაკვირი ის უკონტროლო ვითარება, რომელიც კრიმინალის კუთხით საქართველოში არის. ნიკა კაპანაძე სავარაუდოდ კლინიკიდან ხვალ გაწერენ, გამორიცხული არ არის, ვიდრე კლინიკიდან ის გაეწერება, ბრალდება ოფიციალურად, სწორედ სამედიცინო დაწესებულებაში წაუყენონ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-119 მუხლით მიმდინარეობს, რაც 2-ზე მეტი პირის კვლევების მცდელობას გულისხმობს და ეს უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, რაც შეეხება თავად მომხდარს, რომელიც წუხელ გვიანღამით მოხდა, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არაფრის გამო მოხდა. როგორც ირკვევა დაკავებულის დედა მისცა შენიშვნა ხმაურთან დაკავშირებით დაზარალებულებს, რის შემდეგაც უკვე ჩაერთო კონფლიქტში თავად დაკავებული ნიკა კაპანაძე და სწორედ მის მიერ გასროლილი ცეცხლსროლი იარაღიდან დაიჭრა 4 პირი, 1 გარდაიცვალა და ახლობით 10-მდე გასროლის ხმა გაიგე შანიძეზე მცხოვრებმა პირებმა და როგორც უკვე გითხარით, ბრალდების მოლოდინში არის დაკავებული ნიკა კაპანაძე, სავარაუდოდ ხვალვე გაიმართება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა.